მადლობას გადავხდით, რომ მშვიდობიანად ჩამოთავრებინა 2025-26 სასწავლო წელი. სტუდია იბერია მოღვაწეობს 13 წელია და ჩვენ სტუდიას უხელმძღვანელობთ მე და ჩემი მეუღლე ლევან ბიძაშვილი. ჩვენ სტუდიაში შეისწავლება ქართული ხალხური სიმღერა, საეკლესიო მუსიკა, ქართული გავლენა და ქართული ხალხური საკრავები. ვცდილობთ, რომ ჩვენი პატარა იბერიელები მხოლოდ სიმღერას არიზარებოდნენ და ისინი უფრო სიღრმეებში და ფესვებში სწავლობდნენ და უფრო მეტად ახმოვებდნენ თავიანთ ქართულ გენეტიკას. ამიტომ ვცდილობთ, რომ უფრო მსუხე და მასშტაბური ცოდნა განათლება მიცეცხლას და უშუალოდ მათ ჰქონდეთ ხოლმე ექსპედიციური ჩართულობა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში. Merhaba. Hoş geldiniz. Yıllar önce gelmiştim Tiflis'e, Gürcistan'a. Çok sık sık gelirdim ama son yıllarda gelememiştim. Bu akşam çok güzel bir organizasyonda, İberya grubunun bir misafir olmaktan dolayı, bir parçası olmaktan dolayı çok mutluyum. 회원들만 콘서트가 잘하는 방법이 되었지 회원들이 콘서트가 잘하는 분들이 Gürcistan'da son yıllarda gözlüyorum. Çocuklara müzik eğitimi ve folk öğretimi konusunda çok ciddi bir eğilim var. Yani anne babalar bunu çok önemsiyorlar.
ეს როდესაც ბალანი პირველი იყო ჩვენთან მოსული საქართველოს უნივერსიტეტში, იყო ძალიან პროდუქტიული, ძალიან საინტერესო და საერთოდ ვთვლი, რომ ასეთი ადამიანები თუ ხშირად შეხვდებიან ხოლმე ახალგაზრდებს, იქნება ძალიან პოზიტიური ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მომავალი თაობისთვის და აქვე უნდა აღნიშნო ერთი რამ, რომ ძალიან მიხარია, რომ ანსამბლი და ეს სტუდია, რომელიც საქართველოს რესპუბლიკის კონცერტიც ვარ, აინტერესებს და ჩართული ყავს მომავალი თაობა, იმიტომ რომ საერთოდ როცა ლაპარაკობთ ხალხური შემოქმედების სიმღერის და ცეკვის გადარჩენაზე, მაგას მარტო ლაპარაკი არ შვენს. თავარია, რომ მომავალმა თაობებმა შეისწავლონ და შეიყვანონ. ამიტომ ჩვენ უნდა დავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ მომავალი თაობები ამით დაინტერესდნენ. ყოველთვის მე მაგალითად როცა მეუბნებიან ხოლმე, რომ ბავშვი სად უნდა შეიყვანო, პირველი ბავშვი უნდა მასიებად ქართულ სიმღერას და ცეკვას. ეს არის აუცილებელი, იმიტომ რომ ჩვენ ვართ დაკვირვებულები და ჩვენ გვინდა რომ ჩვენთან ვიყოთ. უბრალოდ ბავშვის განვითარება, პური ეროვნულობა, ძალიან ბევრი რამე რაც ჭირდება ბავშვს, ეს არის ქართული სიმღერა და განლობა.
ვულოცავ ანსამბლ იბერიას წლის საანგარიშო კონცერტის ესე გრანდიოზულად ჩატარებას. ვუსურვებ წარმატებებს და კიდევ უფრო დიდი სცენების დაპყრობას. როგორ ფიქრობ, ბავშვებისთვის ეს რა მოტივაცია, ქართული სიმღერა, ქართული ცეკვა, რას იმატებს? ქართული სიმღერა და ცეკვა მათთვის არის დიდი გამოცდილება, სიყვარული, ეროვნული სული, რა თქმა უნდა. იზრდებიან, ყალიბდებიან ნამდვილ ქართველებად, ასე მგონია და რაც თავარია ვინახავთ და შემდგომ თაობებს გადავცემთ ესეთი აქტიობებით ჩვენ საგანძურს. კი, ვულოცავ დღევანდელ დღეს სტუდია იბერიას. მე ვფიქრობ, რომ სწორედ სწორი მუსიკალური განათლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებმა დაიწყონ ხალხური მუსიკით და ძალიან მიხარია, რომ ძალიან ბევრი ბავშვი ჩართულია, ძალიან ბევრი ბავშვი ეზიარება ქართულ სიმღერას. მე მინდა მათ წარმატებები უსურვა. ძალიან დიდი მადლობა პირველ ყოვლისა ორგანიზატორებს ლევანს, ეკატერინეს. დღეს არაჩვეულებრივი კონცერტის მომსწრენი ვართ. ქართული სიმღერა ეს არის ის, რაც ჩვენ ყველას გენეტიკურად მოგდებს, რაც გვაერთიანებს, რაც გვიყვარს და მიხარია, რომ ეს უწყვეტი ჯაჭვი არ წყდება. ბავშვები ამასაკიდან, როდესაც სწავლობენ ქართულ სიმღერას, ქართულ ცეკვას, ეს არასოდეს მათ ცხოვრებაში აღარ გაქრება. მომავალში რომ აღარც გააგრძელონ ეს საქმიანობა, ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე თავიანთი ცხოვრების ქართულ სულიერებას ეზიარებიან და ეს ჩვენი ყველას დღესასწაული და გამარჯვება არის. მიხარია, რომ ესეთი მომავალი თაობა იზრდება საქართველოში. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა როგორც მშობლებისთვის, ასევე ბავშვებისთვის. ჩვენ ყველა ერთი სულისკვეთებით ვართ აქ დაინტერესებულები, რომ ქართული ფოლკლორი ვასწავლოთ შვილებს, ვაზიაროთ ქართულ ტრადიციულ გალობას, ფოლკლორს. რამდენად შევძლებთ, არ ვიცი, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ მშობლები, როგორც ბავშვები, ასევე მშობლები, ჩართულები ვართ ჩვენ ამ ასე ვთქვათ, ერთ დიდ ოჯახში, ფერხულში და ვცდილობთ ხარდაჭერა გამოუცხადოთ ჩვენ შვილებს, გაუყვალოთ ის სწორი გზა და მართალი გზა, სადაც მიგვიყვანს აი ეს ფოლკლორი და მე მგონი რომ შედგა დღევანდელი შვილებისგან ხარდაჭერა თუ მქონდა? ძალიან დიდი მხარდაჭერა. კი, შენიშვნებიც იყო, ოღონდ კარგად გასათვალისწინებელი შენიშვნები, იმიტომ რომ ჩვენი შვილები მეტად უფრო დატვირთულები არიან, მეტად უფრო პროფესიულად ვითარდებიან და ამიტომ ჩვენ უფრო სამოყვარულო დონეზე ვართ და ვითვალისწინებთ ჩვენი შვილების ასე ვთქვათ კრიტიკას და ჯანსაღი კრიტიკა ნამდვილად და ძალიან კარგი ურთიერთობები შედგა მშობლებს და შვილებს შორის და ყოველ წელს мотиваციას ვაძლევთ ჩვენ შვილებს აი ამ ჟესტით რომ გამოვდივართ და შეგვიძლია თუ არ შეგვიძლია რაღაცა თითოეულ ნომერს მაინც ვასრულებთ. მოგესალმებით ყველას. მადლობა უღმესი დიდი მოწვევისათვის, ჩემი მოწვევისათვის. მადლობა კიდევ აი ხელმძღვანელობას, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანეს ამ ბავშვების მომზადებაში, მშობლების მომზადებაში. ძალიან დიდი პროექტი არის ის, რომ მშობლები და შვილები მონაწილეობენ და გამოიხედა ამით დიდებული ფოლკლორი და გადაცემა მიმდინარეობს იმაში, რომ ბავშვებს გადასცემენ მშობლები და დედები და ძალიან კარგი პროექტი არის. ეს შემხედარე ისი იმედი გიატკეცდება? მე ამ ყველაფრის შემხედარე დიდი იმედი, რომ საქართველოში ფოლკლორი გრძელდება, იარსებებს და
ამ ბავშვებსაც რო სურვილი აქვს ასეთი რომ ემზადებიან, მეცადინეობენ და წვლილისდებენ, ეს დიდი მომავალია საქართველოს. ვლოცავ ანსამბლ იბერიას წარმატებით დაგვირგვინებას წლის საიუბილეო ასე ვთქვათ გამოსვლის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები ლევან და ეკა მასწავლებელი უძღვება ამ ჩვენს ლამაზ ბავშვებს და ასწავლის ყველა იმ ღირსშესანიშნავ ყოველდღიურობას რაც შეიძლება იყოს ძალიან დიდი როლია მათი ამ პროექტში თითოეული ჩვენი შვილების აღზრაში ჩვენს მშობლების ჩართულები ვართ ამ კუთხით და ძალიან მადლობლები ვართ რომ გვეძლება საშუალება ჩვენ შვილებთან ერთად განვითარდეთ საიუბილეო და ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც ლევანი და ეკა აკეთებენ. უფალს მადლობა მათი არსებობისთვის და მინდა რომ დაილოცოს მათი საქმე, მათი თითოეული ნაბიჯი, რომელსაც ამ ბავშვების მიმართ დგავენ. მადლობა კიდევ ერთხელ. ძალიან კმაყოფილი დავრჩი იმით, რომ ჯერ პირველად იბერია ჯგუფის წევრები მე მეწვიენ რიზეს რეგიონში, იქ გავიცანი, მანამდე მიმოწერა გქონდა და მე როცა დამპატიჟეს, არც კი დავფიქრებულ ვარ, ისე ჩამოვედი და ძალიან კმაყოფილი ვარ, ამით და ძალიან ბედნიერი ვარ. მე ძალიან მიხარია, რომ ქართველი ბავშვები დაინტერესებული არიან ქართული ფოლკლორით და ამაში მშობლებიც ხელს უწყობენ. მე ამით ძალიან ბედნიერი ვარ და ეს ძალიან კარგია ზოგადად ფოლკლორის განვითარებისთვის. ეს ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თვითონ მშობლებსაც თავიანთი წვლილი შეაქვთ ფოლკლორის განვითარებაში. დღეს ვიზეიმეთ 2025-26 სასწავლო წლის დასასრული სტუდია იბერია. რომლის ხელმძღვანელებიც ვართ ეკატერინე ხოცოშვილი და ლევან გუშარაშვილი. წარმოდგენილი იყო ანსამბლ იბერიას მიერ შესრულებული სხვადასხვა კუთხის სიმღერები, ასევე მოსამზადებელი ჯგუფის მიერ შესრულებული სიმღერები და ჩვენი ძვირფასი დედების ჩართულობა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და დიდ მოტივაციას აძლევს თავიანთ შვილებს. დღეს იყო ქართული ფოლკლორის ზეიმი. ვეცადეთ რომ გამოგსვლოდა უკეთესი და გვირდებით რომ მომავალში უფრო კარგ საანგარიშო კონცერტს შემოგთავაზებთ. მნიშვნელოვანი ის გახლავთ რომ საინტერესო ჩართულობა გახლდა ჩვენი საპატიო სტუმრების. ეს გახლავთ ლაზი მუსიკოსი, რომელიც ჩამობზანებული იყო ლაზეთიდან, ბატონი ბიროლ თოფოლოღლუ და ჭიბონის დიდოსტატი მურა თავართქილაძე. მადლობა, საჯაროდ მადლობას ვუხდით იბერიას სახელით მათ. წარმატებები ჩვენს იბერიელებს აწმყოთ რა გწყალობს მომავალი ჩვენია. ბავშვებზე რა სიტყვით, როგორ შეასრულეთ თავზე დაკისრებული მისია, რასაც რეპეტიციებზე არ ნახავდით და ასწავლით. ქართული ხალხური სიმღერის მღერა და ამ საოცარი სიბრძნის გაგება მარტივი არ არის. ჩვენი პატარები ცდილობენ რომ აი ამ სიბრძნეს და აი ამ სიღრმეს პასუხისგებლობით მოეკიდნენ. ვეცდებით რომ არტისტიზმიც უფრო მეტად დავხვეწოთ. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მათში ინახება საოცარი მარგალიტები, ქართული მარგალიტები და ვეცადეთ აი ამ მარგალიტების გაღვივებას. რა თქმა უნდა, შრომა და ცოდნა აუცილებლად უფრო მეტ შედეგს მოგცემს და მადლობა თითოეულ იბერიელს, რომ ეცადნენ და პასუხისგებლიანად მოეკიდნენ მათ დაკისრებულ მოვალეობას.